1001 ღამე. კან. ვანაობის დროა. მიდი შვილო ივანავე, მე კი მანამდე ბახშამს მომამზადებ. ხო. მე გავაღებ. გამარჯობა. გამარჯობათ. შეიძლება შემოვიდე. რა თქმა უნდა, მოგბრძანდით. გთხოვთ, დაბრძანდით. მინდა და ამერიკა და დახმარებისთვის მადლობა გადამეხადა, მაგრამ ტელეფონი გამორთული გქონდათ, ამიტომ შეტყობინება გამოგიგზავნეთ. მივიღე. ეს შენი პირველი შეტყობინებაა. შევინახავ. გმადლობთ ზრუნვისთვის. შაჰრაზად. მაგრამ რაც შეეხება თქვენს გადაწყვეტილებას ძალიან არ მომწონს. მე როგორც მინდა ისე შენ ჩემ გამოგესროლეს. ნუ გავიწყდება რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ. გოზე ბენუ მითხრა ესროლესო შემეშინდა. ისიც ვიფიქრე რომ ტენდერში აღარ მივიღებდი მონაწილეობას. ეს პირველად მოხდა ჩემ ცხოვრებაში. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ ასეა. პირველად ვიგრძენი ოჯახური სითბო. ვალდებული არ ხართ ჩემზე იზრუნოთ. ვიცი? მაგრამ ეს მინდა შენსა და კანზე ვიზრუნო და შენც იზრუნო ჩემზე. ბატონო ონორ. ადამიანი რომელმაც გესროლა დაკავებულია. ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ასე რომ სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თუ გინდა რომ სასამართლოში უჩილო, ამისთვის ბევრი ფორმალობა დაგჭირდება. და რადგან ის მაფიის წევრია, ყვითელი პრესა ყველაფერს გააშუქებს. ეს გადაწყვეტილება შენს დასაცავად მივიღე. არ გიფიქრიათ რომ ჩემთვის გეკითხათ? ასეთი რამ არ ვჩვევია, მაგრამ მართალი ხარ. ხო, უნდა მეკითხა. უნდა მეკითხა. აქ ამიტომაც მოვედი. გინდა რომ სასამართლოში ვჩილო? არა. მაგრამ ჩემთვის მაინც უნდა გეკითხათ. გეთანხმები. კანი სად არის? ვანაობს, მიქრიბანი და კანი აბაზანაში არიან. კვირას რამე გეგმა გაქვთ? არა. ფირდევს. ვერ გავიგე, რაში გჭირდებოდა 5 დღიანი შვებულება. ნათესავებთან ვიყავი წასული. რომელ ნათესავებთან? შენს ყველა ახლობელს და ნათესავს ვიცნობ. ხედავ რომ რაღაცას მიმალავ. ონური რას აკეთებდა ეს 5 დღე? შენ მაგივრად სახლს ვინ უვლიდა? არ ვიცი. გასაგებია. ესე იგი ონურმა აქ ვიღაც მოიყვანა. არა, ქალბატონო ფერიდე. მსგავსი არაფერი მომხდარა. აბარა მოხდა. მითხარი. 20 yıl önce. ალბათ არ გჭირდება იმის შეხსენება, ვინ მოგიყვანა ამ სახლში 20 წლის წინ. ქალბატონო ფერიდე, ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. ნამდვილად ასეა. მაშინ რატომ არ მპასუხობ ერთ უბრალო შეკითხვაზე? ნება მომეცით ამ კითხვაზე არ გიპასუხოთ. ასე არა? კარგი. ყავისთვის გმადლობ. ქალბატონო ფერიდე. რას აკეთებ? ხილს ცვლიდი, ბატონმა განიმთხოვა.
შემოდით. ხილი მოგიტანეთ. მართლა, მადლობ. გემრიელად მიირთვით. აიშე, გისმენთ? რამე ლამაზი ფრაზა მითხარი. ვერ გავიგე. რამე გონივრული და შტამბეჭდავი ფრაზა. ერთ საიტზე დავრეგისტრირდი, სადაც ყველა ლამაზ ფრაზებს წერს. ხო მითხარი ასეთი რამ მე ხერხებაო. რა თემაზე? რა ვიცი, რამე ცხოვრებისეული. მე ვერაფერი მოვიფიქრე. ლამაზი ფრაზა მინდა. თავარი ის არ არის, რამდენ ხანს იცოცხლებ, თავარი აზრიანად იცხოვრო. მაგარია. კარგია. შეგიძლია კიდევ ერთხელ გაიმეორო. თავარი ის არ არის? მერე. აი ასე. აიშე, შენ არის ვენებ ხოლმე? კი, ზოგჯერ ვისვენებ. შენი ოჯახი საცხოვრობს. ომრანიაში, აქედან მიკროავტობუსით მალე ჩახვალ. ორმანიაში ინტერნეტ კაფე არის? არის, რა თქმა უნდა. აიშე, ცოტა ხნით გამომყევი. რა მოხდა? გამოდი, გამოდი. მოდი ერთი წუთით. შენ გამსგავს ფრაზებს ყოველდღე ველოდები. კარგი. რასაკეთებ უცოლო ბიჭის ოთახში? რაღაც მკითხა და ვუპასუხე. სხვა ვერავის კითხავდა? რას გულისხმობ? აიშე, ნუ მომბრაზებ. კიდევ ერთხელ თუ შეხვალ მის ოთახში ფეხებს მოგამტვრევ. რას ამბობ? მართლა რაღაც მკითხა და ვუპასუხე. აიშე, კარგად დაფიქრდი. ბატონგანის თავს ვერ მოაწონებ. ცუდ დღეში ჩავარდები, წადი. გესმის? წადი, გაიარე. იცით, მაგიდაზე ავდიოდი და საწოლზე ხვდებოდი. ფრენა მინდოდა მაგიდის ფეხს თავი მივარტყი და ფეხიც დავიზიანე. ძალიან მდგიოდა. რამდენი წლის იყავი? დაახლოებით 5-ის. ცელკი ბავში ყოფილხარ. არა, საერთოდ არ ყოფილვარ ცელკი, უბრალოდ იმ დღეს მომინდა ცელქობა. შენი მშობლები რა პროფესიის არიან? დედა ისტორიკოსია, მამა ფარმაკოლოგი. რაღაც პერიოდში ფარმაკოლოგიის ფაკულტეტის დეკანიც იყო. სახლში სულ წამლები და ქიმიური ნივთიერებები მოჰქონდა. ფერადი ფხვნილები, ბოთლები, პატარა ლაბორატორიაც ჰქონდა სარდაფში. უცნაური სახლი გქონიათ. ოასია. ერთხელ გადავწყვიტე წამალი მომემზადებინა და მამაჩემის ლაბორატორიაში შევედი. უკაცრავად. მერე, რა მოხდა? მერე რამდენიმე წამალი ავიღე და ერთმანეთში ავურიე. თურმე ძვირადღირებული წამლები ყოფილა, მაგრამ მე არ ვიცოდი და რა თქმა უნდა საღამოს ამისთვის დამსაჯეს. სულ არ ყოფილხარ ცელკი. ჩემი პატარა, ჩემი თკბილი გოგო. ჩუმად არ გააღვიძა. ახლა დაიძინა. ჩვენც დავწვეთ და დავიცინოთ. კარგი. ახლა გავათბობ ჩემს ლამაზ სოლს. მაგრად ჩამეხუტე. ალი ქემალ. წამლებმა მართლა მიშველა. უშინ ბავშვი თკბილად გაძინა, ძალიან თკბილად. საყვარელი იყავი. შენ მიყურებდი? გიყურებდი. ალი ქემალ. ზვირფასო. გული ძალიან გადგინე. არა, უბრალოდ შემეშინდა. ფიქრობდი, ჩემი ფიუსუნი აღარ დამიბრუნდება მეთქი.
მოგინატრა შენი ფიუსონი. მომინატრა. საყვარელო. ეს როგორ მუშაობს? რა დედა? ინტერნეტი მჭირდება. გინდა გაჩვენა? შენ საიდან იცი? ბიძგანი მასალა. სერიოზულად? ესე იგი ყველაფერი იცი? მოდი მოჩვენე. კარგი. ბატონო ბურხან, ჩაი მოგიდანეთ. დაჭიქი. ბუკეთ, ვიზა შენი სად არის? მამა და ბიძგანი ფაბრიკაში წავიდნენ. ო, რა თქმა უნდა. ნეტავ ახლა რა საკეთებენ? ნედა შეხედე? აი აქ დააჭერ და ჩაერთვება. ძალიან ადვილია. ეს რა არის? არ გამოვიდა? ცოტა ხანს მაიცადე. აი ჩაერთო. ახლა აი აქ გვერდის მისამართი ჩაწერე. რა ჩახრაზად მაგითხრა იმის საკითხვა გინდა არა? სწორად მივხვდი ფიუსონ. ხო, ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ღმერთო, რა ხდება? შეგძლია შახრაზადს დაურეკო. არა, არ მინდა შევაწუხო. რას ამბობ, რა შეწუხებაა? თვითონ გითხრა, როცა გინდა დამირეკეო. ასე ფიქრობთ? ხო. რომ არ მეთქვა ცხენებით ვისეერნებთ მეთქი, ქაანი წამოსვლაზე არ დამთანხმდებოდა. ჭირვეულობას დაიწყებდა. ესე იგი ცხენების გამო წამოვიდა? ხო. შენ რისთვის წამოხვედი? მე შაქრი არის სანახავად. მას ხომ ფეხის ტკივა. აქ ორი შაქრი არია. მე მხოლოდ ერთი შაქრი არის ვიცი. ასია შვილო. შაქრი არის, ძალიან უყვარხარ. მეც ძალიან მიყვარს. უკაცრავად. ალო? ალო? გამარჯობა შახრაზად. ფიუსონი ვარ. შენი რძალი. გამარჯობა ფიუსონ. კან, დღეს ცხენით ისეირნებ? შეხედე რა ლამაზი ცხენებია. ეს ცხენი ჩემია, გინდა დაჯდე? არ მინდა. ინტერნეტი ჩართე? კარგი, როგორც გინდა. წამოდი გავისეირნოთ. ხელს არ მომკიდებ? უკვე ბევრჯერ ვცადე, მაგრამ არ გამომდის. მისამართი სწორად ჩაწერე. მოდი ერთად შევამოწმოთ. კარგი? ჯერ სამჯერ ჩაწერე W. ხო. მერე წერტილს დასვამ. კარგი? მოიცადე ყველაფერი დამეკარგა. ერთი წუთით. კარგი, არ ინერვიულო, დაგელოდები. რა მოხდა, არასწორად დააჭირე? ალო? ფიუსონ? ალო? რა მოხდა, ფიუსონ? ალო? 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 ასეთი რამ როგორ გამიკეთე? ეს როგორ ჩაიდინე? ასეთი რამ როგორ გამიკეთე? ეს როგორ გააკეთე? როგორ? გამარჯობა. გამარჯობა. ჩაი გვაქვს ნიმეთ? გვაქვს ბატონო. ფაბრიკაში ძალიან შემცივდა, საშინლაციოდა. მამა, აქ იმ მანქანაში აკეთა.
რა მოხდა? რა დაგემართათ? ეს რა არის, ალი ქემალ? ეს მამა ეს ხუმრობა მამა მართლა ხუმრობა ბავშვმა გააკეთა მან უბრალოდ იხუმრა იხუმრა მამა უნამუსო არაკაცო ბატონო ბურჰან გთხოვთ არ გინდათ სირცხლის გზნობა საერთოდ დაკარგე? ნამუსი საერთოდ აღარ გაქვს? მე ასე გაგზარდე? ჩვენს გვარში ასეთი რამ არავის გაუკეთებია. ვის დაემსგავსე? ასეთი უნამუსო არაკაცი როგორ გამოხვედი? ვის დაემსგავსე? მიდი, მიპასუხე, მითხარი. ხმა მოიღე. ეს როგორ გააკეთე ალი ქემალ? ასე როგორ მომეკეცი? მოდი აქ. ბატონო ბურჰან. მოდი აქ ნაძირალა, მოდი. ბატონო ბურჰან, ალი ქემალ. სად მიდიხარ, მიპასუხე. ქალბატონო ნადიდე, გაიწიე. მითხარი სად იპოვე ის უნამუსო ქალი? მითხარი ვინ არის? სინდისმა არ შეგაწუხა? ცოლშვილის არ შეგრცხვა? როგორი ადამიანი ხარ? იმ პატარა ბავშვის მაინც არ შეგრცხვა საწოლში რომ გიწევს. მოდი აქ. გამიშვე. ხელი გამიშვე. ალი ქემალ სად მიდიხარ? ვინ არის ის ქალი? რამდენი ხანია რაც იმ კახპასთან გაქვს ურთიერთობა? ალი ქემალ მიპასუხე. ალი ქემალ, მითხარი ვინ არის ის ქალი? თქვი ხმა მოიღე. ხმა მოიღე. გაგანადგურებ ალი ქემალ. ალი ქემალ შვილო. იმ ქუჩის ქალთან მიდიხარ? წადი წაეთრიე. შვილებს ვეღარ ნახავ. წაეთრიე. წადი. ღმერთმა დაწყევლოს. შენნაირი ქმარი და მამა დაწყევლოს ღმერთმა. ეს რა გამიკეთე? ამაზე 1000 ჯერ უარეს გაგიკეთებ. 1000 ჯერ უარეს. გამარჯობა. გამარჯობა. რა ქვია? ხანი. ინა ცოზე დაქსვაკან. დიახ მინდა. მაშინ მოდი. მიუახლოვდი, არაფერს დაგიშავებს. მოდი. მოდი. დედა. კან. შეგეშინდა? მოდი, ნუ მეშინი, არაფერს დაგიშავებს. არა, არ მინდა. კარგი, მორჩა. შვილო, შეგეშინდა? ჩამომსვი. აი, დედაც მოდის. კოი ჩამომსვი. დამსვი. კან. ცხენი შეეშინდა. ეს ბუნებრივია. ცხენი რომ დაფრთხა მე შემეშინდა, არა კან? შვილო, ცხენი შეგეშინდა? არა, დამსვი. უნდა ვნახო იქ რა არის. კან. თავიდანები ნახოს. საჩიში არაფერია. ნორმალურიცაა ასე რომ მოიქცა. დრო უნდა მივცეთ რომ ამ ყველაფერს შეეჩვიოს. მაგრამ ნუ ღელა. კანის გულს მოვიგებ შაჰრაზად. ნელ-ნელა, მაგრამ მის გულს მოვიგებ. გამოდი, ცოტა გავისეირნოთ. ასე რატომ მომექცა დედა? ეს როგორ გამიკეთა? ბავშვი ჯერ 40 დღისაც არ არის. ნუ დერიშველა. ალი ქემალს ამისთვის პასუხს მოვთხოვთ. მოდი აქ დაჯექი. არი ნერვიულა. ნიმეთ. წყალი მოიტანა შვილო. კარგი, დაწყნარდი. დაწყნარდი თავს ნოიტანჯავ. ასეთი რა დავაშავე. ჩემი ტანჯვა რატომ არ მთავრდება? რა ნაძირალა ყოფილა. რა უსირცხვილო ქმარი მყოლია.
ფილს, ასე ნუ ლაპარაკობ შვილო. რაც არ უნდა იყოს შენი ქმარია, შენი შვილების მამა. კარგი რა დედა, არ მჭირდება არც ჩემ შვილებს სჭირდებათ ასეთი მამა. დედა, სახლში დავედეთ. ახლა ხან არ მოვედით შვილო. სახლში მინდა წასვლა. კან, ნახე, მას შენთან მეგობრობა უნდა. მოდი. რამე გეგმა გაქვს? კარგი რა კვირა, რა დროს მუშაობა? დაივიწყე. მე დიდი ხანია კვირაობით აღარ მუშაობ. სულ მუშაობა არ შეიძლება. მანგალი? რატომ არ უნდა მიყვარდეს? ვეგეტარიანელს გავარ? ცოტათი გავხარ, მე ასე მგონია. პირიქით, ბავშვობაში ბოსტნეულს პირს არ ვაკარებდი. ახაც არ ვგიჟდები, მაგრამ მაინც ვჭამ. მეც ასე ვარ, ძალით ვჭამ. მაგალითად, ბამს არასდროს არ შევჭამ. ბოსტნეული საერთოდ არ მიყვარს. კარგი, რომელზე შევხვდეთ? თქვენ რომელზე გეცლებათ? კარგი, შევთანხმდით. დროებით. სადმე მიდიხარ? ცოტა ხანში უნდა გავიდე. ესე იგი, მაღაზიებში აღარ წავალთ. თუ გინდა მარტო წადე. ბატონ ქერემს უნდა შევხვდე? რა ხდება, მომიყევი? არაფერი. მიდი მითხარი, შენ და ბატონი ქერემი ერთმანეთს ხვდებით? რას ამბობ, მელეკ? რა ვიცი, კვირა დღეს ერთმანეთს ხვდებით და ძალიან გამიხარდა. მელეკ, არაფერი ხდება. ნუ აზვიადებ. ნიდი ხანია ველოსიპედზე არ მჭდარ ვარ. არც მე. საიდან გაგახსენდეთ? არ ვიცი. დილით ბებია მომაგონდა. ალბათ ამიტომ. ველოსიპედზე ძახდა. სულ დავწინოდი. მეორე კლასში რომ გადავედი, მამამ ველოსიპედი მიყიდა. ბებია ამბობდა ეშმაკის მანქანაო. მეუბნებოდა წაიქცევი. ფეხი მოგტყდებაო. სულ ასეთ რამეებს მეუბნებოდა. როგორც ჩანს, ბებია ძალიან გიყვარდათ. ძალიან. მასაც ძალიან მიყვარდი. პირველი შვილი ვიყავი. ბებია მე ძალიან მიყვარს. ცოცხალია? დიახ. დედაზე მეტი ამაგი აქვს ჩემზე. დამოვიწყდა მე თქვა. დედა ჩემი კვიპროსში რომ ჩავიდა, შენები გავუცნია. ვიცი, დედა მითხრა. ეს ადგილი მოგწონს? კარგი ადგილია. დედა შენები ძალიან მოეწონა. ჩემებსაც მოეწონათ დედა თქვენი.
მოგშივდა? დიახ, თანაც ძალიან. რას მიირთმევთ? ხორცს შევწავთ. 9 კილო დაბეგვილი ხორცი მოგვიტანეთ. სულისა. კარგი ბატონო. მართლა კარგი ადგილია, არა? ერთი ამა შეხედე. Çayır çimen geze geze of. Çayır çimen geze geze of. Oldum ben bir geveze, kızına gönül verdim, darılma hanım teyze. Of nenem of. Nay 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 nay. ალო კემალ, ცოცხასიაძე ხარ? რამე გადაიღე, არ მოგეწონა? არა, მომეწონა. გემრიელია. ალი კემალ? აშკარად რაღაც გაწოხებს. არაფერი. როგორ თუ არაფერია? გონია ვერ ხვდები? მამას ვეჭხობე. ცოტა გაღიზიანებული ვარ. რა მოხდა, რატომ ეჭხობა? სერიოზულად ვიჭხობე ჯანსელ. მაგრამ რატომ იჭხობებ ძვირფასო? წესიერად ამიხსენი. ფაბრიკის საქმეების გამო. რაღაც კომპანია მოძებნა. დაიჩემ მასთან უნდა ვითანამშრომლობა. უთხარი არ ღირს ამის გაკეთება, თაღლითები არიან მეთქი, მაგრამ არ მომისმინა. ძველმოდური კაცია, რამეს თუ დაიჩემებს აღარ გადათქვამს. ტელევიზორში რომ გამოჩნდნენ, უთხარი ხომ გეუბნებოდი, თაღლითები არიან მეთქი. ჩხუბი დავიწყეთ. მეც თავი ვეღარ შევიკავე. საშინლად გავღიზიანდი. საყვარელო ძალიან სამწუხაროა. საღამოს სახლში ხომ უნდა მიხვიდე? მამა ისევ რომ გეჭხობოს? სახლში არ წავა. სერიოზულად ამბობ? ესე იგი აქ დარჩები? არ დავრჩე. ომარ გაგიჟდი. რამდენი ხანიც გინდა დარჩი? მეცაც გეტყვი, არასოდეს არ წახვიდე. მე აქ ვიტანჯები. ის თურმე ერთობა. რასულელი ვარ. რასულელი. ასე ნოიქცევი. დედა. მამა სახლში აღარ მოვა? ნუ მოვაშველო. ნუ მოვა არ მინდა. ეგრა ლაპარაკია ფიუსონ. მოვა რა თქმა უნდა. უბრალოდ დედამ და მამამ იკამათეს. ამიტომ წავიდა. მაგრამ დაბრუნდება. ამა თქვენ გარეშე ვერ გაძლებს. ძალიან მოენატრებით. კაცი რომელსაც ოჯახი უყვარს, ცოლს ასეთ რამეს არ გაუკეთებს დედა. გაჩვენდი ფიუსონ? ხანდახან. ყველა დედმამა კამათობს ბავშვებო. წადით თქვენს ოთახში. დედამ დაისვენოს. მეც მალე მოვალ. ფიუსონ? შვილების თანდასწრებით მათ მამაზე ასე ლაპარაკი სწორია? შვილებს ტყუილი ვუთხრა დედა? მათი მამა ვიღაც ქუჩის ქალთან არ წავიდა? როგორი მექალთან ეყოფილა? ფოტო ხომ ნახე? ნახე. განის კომპიუტერში იმ ფოტოს რა უნდოდა? მე რა ვიცი. საინტერესოა ბატონ განის კიდევ რა აქვს ჩაფიქრებული. ტყუილად კი არ გეუბნები შვილო იმ ბიჭის გაშორს დაიჭირა მეთქი თავი. ვორჩინია რატომ დერის? ჩემო საყვარელო. მოდი ჩემო ლამაზი. ჩემო პატარა. საყვარელო. აბა მითხარი რა ხდება, ბატონო განი? ოღონდ არ მჭირდება. სიმართლე მითხარი. კარგი ბიძე ბურჰან. ის ფოტოები სად გადაიღე? ერთ-ერთ ბარში, ბეიოღულზე. რა ვითარებაში იყვნენ? ფოტოზე რაც ჩანს, იმის გარდა რა ხდებოდა? ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ.
ეტყობათ, რომ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ. მე თუ მკითხავთ, ის კალი მსუბუქი ყოფაქცევისაა, ბიძე ბურჰან. ოდეს გიხდით, მაგრამ ალი ქემალი ცოტაც და პირში ჩაუვარდებოდა, მაგრამ ფოტოზე ეს არ ჩანს. თუ ფოტო გადაიღე, რატომ არ მოხვედი და ან მე, ან შენს დას, რატომ არ გითხარი? ვაპირებდით მას, ბიძე ბურჰან. ალი ქემალს ფოტო ვაჩვენე. კითხე, ეს რას ნიშნავს მეთქი? ძალიან მთხოვა, არავის აჩვენოა. დავიღუპებიო. ჩემი და ორსულად იყო და შემეშინდა. ძალიან შემეშინდა. ამიტომ იფიქრე, ოჯახის დანგრევას ჯობია, სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო, ერთი კარგად დავაშანტაჟო და მანქანასაც გამოვკრა ხელი, ასეა? არა, ბიძე ბურჰან, ყველაფერს გეფიცები, ასე არ ყოფილა, შანტაჟზე არც მიფიქრია. გაბარებს რომ იყვები. მე შენს უტვინო ნათესავებს არ გავარ. ბიძე ბურჰან, გეფიცები სიმართლეს ვამბობ. ხვდებოდი რომ იმ მანქანასთან დაკავშირებით რაღაც ისე ვერ იყო. არ შეგრცხვა ჩვენი დაშანტაჟება. გეფიცები ალი ქემალმა თავად მითხრა მანქანას გიყიდიო, ბიძე ბურჰან. დამიჯერე, სიმართლეს ვამბობ. აი ნახე. მანქანა მის სახელზეა გაფორმებული. გეფიცები, მე არ მithოვია. ასეთი არამზადა გონი ვართ. მანქანა თავად მომიყვანა. უთხარი არ მინდა მეთქი, მაგრამ არ მომისმინა. მე კი ვიფიქრე. ჯობია ეს თემა დაიხუროს მეთქი. გამომართვე, ბიძე ბურჰან. მანქანა არაფერში მჭირდება. ღმერთმა დაწყევლოს ეს მანქანა. რაც გინდა მითხარი, მართალი იქნები. ჭანდაბა, დიდი სისულელე გავაკეთე. დამნაშავე ვარ. თუ მეტყვი შენი ნივთები მოაგროვე და სოფელში დაბრუნდიო, წავალ. ერთი წუთითაც არ დავფიქრდები. მინდოდა, ჩემი და ფიუსუნი ბედნიერი ყოფილიყო. ის ფოტო რომ მეჩვენებინა, ამით რას მოვიგებდი? ოჯახი დაენგრეოდათ. ეს კარგი იქნებოდა? მე ხომ 3 შვილი მყავს. ონურ ძვირფასო ქალბატონ შაჰრაზადს დაუძახე. რატომ? მინდა კიდევ ერთხელ დაველაპარაკო აუქციონის საკითხზე. ქალბატონი შაჰრაზადი ახლა შეხვედრაზეა. ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზეა, რომ 5 წუთით ვერ გამოვა. მედიამ კონგრესის ცენტრის პროექტის მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინა. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ახალი თანამშრომლები უნდა დავამატოთ. რადგან კადრების დამატების საკითხზე შევთანხმდით, მინდა გაჩვენოთ. გონი კარგი იქნება ამ განყოფილებაში მელექსაც თუ ჩავრთავთ. მელექი? მელექ ათემანი. ქალბატონი ბენუს და ლონდონიდან ახლახან დაბრუნდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე სწავლობდა. გადაწყვეტილების მიღებას ცოტა ხომ არ ჩქარობთ. ერთორ ადამიანს მაინც გასაუბრებოდით. ამ ხელა პასუხისმგებლობის მისთვის დაკისრება. ქალბატონო ზეინებ, რისი მინიშნება გინდათ? გონიათ მელექ ათემანის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს? არა, მაგრამ ბატონო ქერემ, მელექ ჯერ დიპლომი არ ამღია. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ბენო? უახლოეს მომავალში ხომ აიღებს? თულ საქმეს ხომ არ ვაბარებთ? მელექი ჭკვიანი გოგოა, ჩემი აზრით ამ საქმეს გამომკლავდება. როგორც გინდათ, სხვა რა მეთქმის. ბოდიშს გიხდით, გაწყვეტინებთ, მაგრამ მობრძანდით. ქალბატონო შაჰრაზად, ბატონო ნურს აუქციონის საკითხთან დაკავშირებით სურს თქვენთან საუბარი. კარგი. თქვენი ნებართვით, მალე დავბრუნდები. მოკლედ გადაწყვეტილება მიღებულია. მელექ ათემანი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში შეუერთდება. დილამშვიდობისა, ბატონო ონურ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის ქალბატონო ფერიდე. დილამშვიდობისა, როგორ ხართ? კარგად, გმადლობთ. თქვენი შვილი როგორ არის? ძალიან კარგად, გმადლობთ.
მინდა რომ საღამოს ჩანიშნული ღონისძიების დეტალებს გადავხედოთ. დიახ, რა თქმა უნდა. ბატონო ქერემ, დრო გააქვთ? შემდეგი თათბირისთვის სრული გეგმა მჭირდება ქალბატონო ზეინებ. დეტალური. კარგი. ამ საღამოს აუქციონზე მელექი აუცილებლად მოვიდეს. იქ უთხრეთ ახალი სამსახურის შესახებ. ძალიან გაუკვირდება. ერთად წავიდეთ. კარგი. კარგია. შესანიშნავად გიმუშავიათ. მადლობთ. თქვენი ნებართვით საქმეს დავუბრუნდები. დიახ, მიბრძანდით. აუქციონი რომელ საათზეა? 6-ზე, მაგრამ 5-ზე მე იქ ვიქნები. შენთვის თუ მისაღები ერთად წავიდეთ. 5:30 გაწყობს? მგონი მაწყობს. კარგი. პროექტის კოორდინატორს ზედმეტად თბილად ხომ არ ეკცევი ონურ? უშენოდათ შეუძლია წავიდეს. როგორც საჭიროდ მიმაჩნია, ისე მოვექცევი ქალს, რომელიც მინდა ჩემი ცოლი გახდეს, დედა. ახალი არაფერია. მაღაზიაში არ შეუულია, არც ფაბრიკაში მისულა. ტელეფონიც გამორთული აქვს. სად უნდა იყოს? სად უნდა წასულიყო? უნამუსო შვილის გამო ნერვიულობ, ქალბატონო ნადიდე. არ უნდა ვინერვიულო, ბატონო ბურხან. ალი ქემალი ჩემი შვილი არ არის? მას რომ ისევ შვილს უწოდებ, რაღა უნდა გითხრა? ბრავო, ყოჩახ ქალბატონო ნადიდე. საკმარისია, ბატონო ბურხან. რა არის საკმარისი? რა სიზრველეებს მეუბნები? ალი ქემალი სამუდამოდ უნდა დავკარგო? მესამე შვილი აღარ გვყავს, ბატონო ბურხან. მე არ ვამბობ, რომ უდანაშაულოა. მაგრამ მას თავმოყვარეობა შეელახა. ცოლის თანდასწრებით ამ ხელა კაცს ხელი გაარტყი. ამარა უნდა მექნა. მე თქვა ყოჩახ შვილო, დაკარგია საყვარელი გაგიჩენია მეთქი. მისთვის ტაში დამეკრა? მას ყოველთვის იცავდი და ამ მდგომარეობამდე ამიტომ მივიდა ქალბატონო ნადიდე. ახლა მე ვარ დამნაშავე. ახალი არაფერია, მამა? არა შვილო. სამსახურშიც არ მისულა. კაისერიშიც კი დავრეკე. ვის აღარ ვკითხე, მაგრამ არავინ არაფერი იცის, სად უნდა წასულიყო. ვიცი ვისთანაც იქნება, უბრალოდ არ ვიცი სად არის. ბატონო განი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აბა, შენს ჩამაბარე ანგარიში? ვინ არის ის ქალი? მე საიდან უნდა ვიცოდე? არა იყო. არ იცნობ? არ ვიცნობ, ერთხელ ვნახე და ისიც შემთხვევით. იმ მანქანაზე ცალკე დაგელაპარაკები განი, მაგრამ ჯერის ქალი უნდა იპოვო. მე როგორ ვიპოვო, ხომ გითხარი, არ ვიცნობ მეთქი. არ მაინტერესებს, უნდა იპოვო. ღმერთო ჩემო. გემრიელად მიირთვით. ჩემი ახალი ნომერი ჩაიწერა. რა ხდება? არაფერი. ამერიდან ეს ნომერი მექნება. ამასაც შევამოწმებ. დინებით ხალბატონო. თუ შეიძლება განათებაც კიდევ ერთხელ შევამოწმოთ. კარგი ხალბატონო შაჰრაზად. ყველაფერი დილიდან მზად არის. ნუ ღელავთ ქალბატონო შაჰრაზად. კარგი. პრობლემა არ იქნება. ქალბატონო ხულია. გისმენთ? ჟურნალისტები ამ კარიდან რომ შემოუშვათ, ხომ შეიძლება? კარგი. ყურადღება მივაქციოთ, რომ გადაღების დროს სტუმრები არ შეწოხდნენ. კარგი, ქალბატონო შაჰრაზად, ამას მე მივხედავ. ქალბატონი შაჰრაზადი ყველაფერს კარგად აკონტროლებს. ორგანიზატორია, უნდა რომ ყველაფერი უნაკლოდ იყოს. აუქციონი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდისთვის ტარდება, ბატონო თურგაი. ეს ფონდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ჩორბა ჭამეშვილა. მამა სახლში აღარ მოვა ბებია. ჭამეთ. უფროსების საქმეში ნუერევით. მამა ძალიან მომენატრა. ბურჯო. გაჩუმდი. მამა როდის დაბრუნდება ბაბუა? საკმარისია. გაჩუმდით ბოლოს და ბოლოს. დედა. გოგოებო თქვენს ადგილზე დასხედით. არ შევჭამ, არ მინდა. არც მე შევჭამ. დამოდით, ოთახში ავიდეთ. მოდი. წამოდი, საყვარელო. მოდი. ეს რა დღეში ჩავარდი. ყველაფერს ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებდი. მინდოდა ბედნიერად და შვიდად გვეცხოვრა. მაგრამ როგორც ჩანს, სადღაც შეცდომა დაუშვი. შვიდად ვახშმობაც კი არ შემიძლია. განი, შენ ახალგაზრდა ხარ. მალე ოჯახს შექმნი. ამ სუბრას გადახედე. შეხედე და მაგალითად კონდეს. საკუთარ შვილებს ვერაფერი გავაგებინე. შენ მაინც დამიჯერე. გილოცავ მელეკ. დიდი მადლობა, ძალიან მღელავ, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. ქალბატონი ხული აქ არის, წამოდი გაგაცნობ ამირი და მასთან ერთად იმუშავებ. გამარჯობა. მოგზავნით. ეგ იქდადეთ. აი შეხედეთ, შესანიშნავი ნაკრებია. მე-17 საუკუნისა ძალიან იშვიათი ხელოვნების ნიმუშია. დედა ჩემს აუხსენით ბატონო თურგაი. ამით ის არის დაინტერესებული. ქალბატონმა საელმა ისედაც იცის. აუქციონზე ბევრი ლამაზი ნივთია წარმოდგენილი. დიახ. ალბათ ამას თქვენს ხედავთ. ქერემ, ეს სულთან აბდულაზიზის სამგზავრო სკივრია, ძალიან იშვიათი ნივთი. ეს ნახატი არავინ იყიდოს, უნდა წავიღო. რას ამბობ ძმაო, აუქციონია, ვისაც შეხვდება ის იყიდის. შენ არ ვიცნობ, რადგან თქვენ ვიყიდი მეთქი ასეც იქნება. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ეს ბატონი თურგაია, ეს ბატონი ზაფერი. მიხარია რომ გაგიცანით. შეიძლება რაღაც გკითხოთ? რა თქმა უნდა, ონური სად არის? იქ არის. უხდებიან ერთმანეთს. გამარჯობა. გამარჯობა. აი ეს არის. რა ხდება, საიდუმლოა? გმადლობთ. არაფერს. შეხედე რა სახე აქვს. ონურის სახე საიდუმლოს თავად ამჟღავნებს. ძალიან სუფთა ნამუშევარია. შენი აზრით რა ეღირება? არ ვიცი. ბატონ თურგაის უნდა ვკითხოთ. მართლა? ფიუსუნ. გისმენთ მამა? შვილო, ქვემოთ ჩამოდი, ვილაპარაკოთ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა მონაწილეს. განსაკუთრებით ბინიაფი ჰოლდინგის აუქციონში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდისთვის ტარდება. ახლა კი აუქციონის დასაწყებად მინდა სცენაზე მოვიწვიო ბატონი თურგაი ერთანი. გმადლობთ. პატივსიმულო ბატონებო და ქალბატონებო. მოგესალმებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდის საღამოზე. ჩვენ წარმოგიდგენთ სტამბოლის ძირძველი ოჯახებიდან შეგროვებულ ნახატებსა და ანტიკვარულ ნივთებს, რომელთაც თქვენი თანდასწრებით გარკვეულ ფასად გავყიდით. ახლა გმინდა გაჩვენოთ პირველი ლოტი. მე-17 საუკუნის ექსპონატი. შესანიშნავი ნაკრები, როგორც ხედავთ, ეს არის ოსმალური იმპერიის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუში. ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ამ ნივთის გასაყიდი ფასი შეადგენს 200,000 ლირას. 200,000 გვთავაზობენ 210, 220, 230,000, 250,000 გაიყიდა. ნივთი გაიყიდა 250,000 ლირად. ის შეიძინა 498 ნომერმა. ჩემი ლამაზი გოგოები. ახლა კარგად მომისმენთ? ხანდახან უფროსებიც უშვებენ შეცდომებს, მაგრამ როცა ეს ხდება, მამამ რა ჩაიდინა ბებია? დედას ეკამათა. დედმამას შორის ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. ხო, მაგრამ რატომ? დედას რატომ ეჩხუბა ბებია?
არ არის საჭირო ბავშვებმა ყველაფერი იცოდნენ. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი გამოსწორდება. მამა ძალიან მომენატრაბებია. ტელეფონით გამართული აქვს. დაგირეკავთ, შვილო. ნუ ღელავთ. დაგირეკავთ. დაგვირეკავს? რა თქმა უნდა დაგირეკავთ. გონიათ მამას არ ენატრებით? ჩემო ლამაზებო. ძვირფასებო. არ ვიცი ამას როგორ გავუძვრებ, მამა. ალი ქემალმა მთელი სამყარო თავზე ჩამომამხო. ჩვენთვის ყველაფერი დასრულდა. მაგას რატომ ამბობ? ყველაფერი მისთვის დასრულდა. რწმენია, მამა. ისეთი რამ მოხდა, რაზეც ვამბობდი, მე არასდროს შემემთხვევა მეთქი. ჩემი შვილების მამა ახლა სხვა ქალთანაა. ფისონ, მომისმინე შვილო. შენ ჩემი რძალი კი არა, შვილი ხარ. ეს შენი ოჯახია. ეს შენი სახლია. თუ ერთი წამით მაინც იფიქრობ, რომ ეს სახლი შენი კი არა, შენი მამამთილისაა, ძალიან მეწყინება. ეს კარგად დაიმახსოვრე. ვიცი, მამა. გმადლობ. ღმერთმა დაგლოცოს. რა შეეხება ალი ქემალს? არ გეგონოს, რომ ამას შევარჩენ. ეს ამბავი ახალი მომხდარია. არ უნდა ავჩქარდეთ. შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ალი ქემალის საბანკო ანგარიში დავხურე. მისი საკრედიტო ბარათები დავაბლოკინე. კომპანიაში ხელმოწერის უფლებამოსილება ჩამოვართვი. სიღარიბე ეშმაკსაც კი გააგიჟებს. ფულის გარეშე დარჩება და გონსმოვა. სახლში თავისინებით დაბრუნდება და ფეხებში ჩაგივარდება. აი ნახავ. მე შენი მამა ვარ და უნდა მენდო და მიჯერე. გენდობი, მამა. გენდობი, მაგრამ გული საშინლად მტკივა. არა, გული არ უნდა გეტკინოს. თავი ამაყად უნდა დაიჭირო. ახლა კი ჩვენი აუქციონის ბოლო ხელოვნების ნიმუში. იბრაჰიმ ჩალის ცნობილი ნახატი. ზეთით არის შესრულებული, მისი საწყისი ფასია 300,000 ლირა. 300,000 ვთავაზობენ. 325. 176 ნომერი, 350,000. 375, 400, 425, 450, 475, 500. 501, 502. მინდა ამატებს? ყიდი. გაიყიდა 500,000-ად გაიყიდა. ხომ ხედავ გითხარი ვიყიდი, მეთქი და ვიყიდე. ოჩახმო. ჩვენი აუქციონი დასასრულს მივახლოვდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს და განსაკუთრებით ბინიაპ ჰოლდინგს გაწეული დახმარებისთვის. გმადლობთ ბატონო თურგაი. არაფერს. კარგი გამოვიდა. გილოცავთ, შესანიშნავი იყო. ონურ გილოცავთ. გმადლობთ. რამდენი შეგროვდა? გმადლობთ. 1,200,000 გადაცდა. გადაცდა? დიახ, კარგია. დიდი მადლობა დახმარებისთვის, კარგი აუქციონი გამოვიდა. გმადლობთ. გამარჯობა ქალბატონო შაჰრაზად. გამარჯობა. ქალბატონო შაჰრაზად, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. გმადლობთ. ყველაფერი ბატონი თურგაისა და ქალბატონ გულურიზის ძალისხმევით ჩატარდა. არა, გეტყობათ საკითხში საკმაოდ გამოცდილი ხარ. ჩვენს გვაქვს გარკვეული სოციალური პროექტები თქვენი ნებართვით. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ქალბატონო შაჰრაზად, ერთი წუთით თუ შეიძლება უკაცრავად. თქვენი ნებართვით. ამ კაცის ცნობ? არა, პირველად ვნახე. რატომ ეკითხებით? ისე. არ მომეწონა და ამიტომ გითხე. რა მოხდა? ცუდად მოვიქეცი? ნება მიმეცა შენთან საუბარი გააგრძელებინა? არა, ჯობია ქალბატონ გულურის კითხოთ. ფონდის თავმჯდომარე ის არის. ესე იგი ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთ. კარგია. იმედი აქვს, არ გითქვამთ, რომ უხასიათო ადამიანი ვარ. არა, რას ამბობ? ჩემთან ხომ არ დავიდეთ ფერიდე, ცოტა ვისაუბროთ. სხვა დროს იყოს ზევალ. დღეს დავიღალე.
კარგი. სოლიდური თანხა შეგროვდა. ესე იგი ჩვენი მისია შევასრულეთ. ბედნიერი ხარ? თანაც როგორი? ძვირფასო ბედნიერი უნდა იყო. სააგენტოდან მოსული ახალი ამბების გაზეთებიდან 5 უნდა ავიღოთ. ერთი ფოიეში, 2 უფროსებს, ერთი არქივში, მე-5 არა? ჩვენ საქაღალდეში. ქალბატონი შაჰრაზადისთვის და ბენუსთვის რეპორტაჟის საკითხი შეათანხმე. ჟურნალის რედაქციაში დავრეკე, მათგან ინფორმაციას ველოდები. კარგია. აეროპორტში როგორც კი ჩახვალ და მირეკე, კარგი? კარგი. შეხვედრაზე რამე პრობლემა თუ შეექმნება შეგვატყობინე. რა თქმა უნდა. ანტალიიდან რამე ხომ არ გინდათ? მალე ჩამოდე. მეტი არაფერი გვინდა. მაშინ წავალ, არ დამაგვიანდეს. კეთილი მგზავრობა, ძვირფასო. გმადლობ. კეთილი მგზავრობა. გმადლობთ. გაზეთში ახალი ამბები ნახე? ხო, კარგი გამოსულა. ფოტოზე შენს კარგად გამოხვედი. ასე რატომ მიყურებ? გითხარი კარგად გამოხვედი მეთქი. ჯობია ჩემს საქმეებს დავუბრუნდე. ნახე, მომისმინე. საქველმოქმედო ფონდისთვის გამართული აუქციონი ბინიაპ ჰოლდინგის ინიციატივითა და დახმარებით ჩატარდა. პროექტის ორგანიზატორმა, წარმატებულმა არქიტექტორმა შაჰრაზად ევლიაოღლუმ აუქციონზე მყოფი სტუმრები თავისი სილამაზით მოხიბლა. ქალბატონი შაჰრაზადიშვილის ლეიკემით არის დაავადებული. ბატონო ბურჰან, მოდით აქ. მოდი. ხავა მომიტანე. კარგი ბატონო ბურჰან. გამარჯობა. ეს ქალი თქვენი ნათესავია? რომელი ქალი? ევლიაოღლუ ყოფილა და რომ დავინახე, ვიფიქრე თქვენი ნათესავია მეთქი. ალბათ უბრალო მოგვარია, არა. ესე იგი იცნობთ. ჩემი რძალია. როგორ თუ რძალი? ალი ქემალის ცოლია? არა. ჩემი გარდაცვლილი შვილის ცოლია, აჰმეთის. რას ამბობთ? შენი რძალი წარმატებული არქიტექტორია? აბა რა გეგონა, ბატონო ჰუდაი? კარგია? მაგრამ გაზეთში წერია, რომ მისი შვილი ლეიკემით არის დაავადებული. შენი შვილი შვილია? ჩემი შვილი შვილია, ქაანი. ლეიკემით იყო დაავადებული, მაგრამ მადლობა ღმერთს გამოჯანმრთელდა. კარგია. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანიამ.